პირველ რიგში შენ ყველანაირი ჯადოსნობაც კი უნდა დაიჯერო თავად, იმისთვის რომ მათ დააჯერო მე ეს ამბობ. Უფრო ხარდი, უფრო მოქნილი, უფრო დინამიური, აი ამას წაიკითხავს ბავშვი, უფრო იუმორით გაჯერებული, აი ესეთ რაღაცები ბავშვს მოსწონს მაინც. მოკლედ თქმა, ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ერთ-ერთი დიდი ხელოვნებაა საერთოდ. ბავშვს აქვს იმხელა ფანტაზიის უნარი, რომ როცა უყურებს ილუსტრაციას, ის მთელ ამბავს ხედავს, ანუ რაღაც მომენტში შეიძლება ვთქვათ, რომ ამ ყველაფერს ცოტა ანიმაციურად ხედავს. და ალბათ საბავშვო ილუსტრაცია უნდა იყოს ისეთი, რომ დაუტოვოს აი ეს ადგილი. არ ვფიქრობ, რომ ბავშვისთვის საჭიროა იყოს ყველაფერი ძალიან რეალისტური და ისეთი, როგორც ხედავს ყოველდღიურობაში. მგონია, რომ პირიქით აი უნდა დაუნგრიო ეს რაღაც ჩარჩოები და დაანახო, რომ ყველაფერი შეიძლება თუნდაც დახატო, ან წარმოიდგინო. ბავშვები არიან ძალიან გულწრფელები, ამიტომაც შენგანაც, ავტორისგანაც ამას ითხოვენ. ითხოვენ რა, უბრალოდ არ მოეწონება არ წაიკითხავს და გადააგდებს. მეც კი არაფერს დაგიშალებს.